გამარჯობა ტელემაყურებლებო, მივესალმები საქმე ინდილის წამყვანებს და დღეს ჩვენი მთავარი თემა იქნება ავტომობილების ტექდათვალიერება საქართველოში. მასზე უკვე მრავალი ხანია მიმდინარეობს ლაპარაკი და ჩვენი სტუმარი იქნება ცნობილი ავტომობილისტი ყოველთვის პადონე შალვა ოგბაიძე და შევარჩიეთ საუკეთესო ადგილი ამისათვის, ეს არის თბილისის ავტომუზეუმი, სადაც თითქმის მთელი საბჭოთა მანქანების ისტორია არის განლაგებული და თქვენ გაიხსენებთ ყოფილ წარსულს ჩვენი ქვეყნისას და ბოლოს მივადგებით თუ საით მიდის საავტომობილო ინდუსტრია. გამარჯობა თამაშალა. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ არაჩვეულებრივ. დიდი ხანია ვაპირებდი თქვენთან სტუმრობას და აი როგორც იქნა მივედით ამ დრომდე რომ მოხდით აქ. კიდე არაჩვეულებრივი დაწესებულება, სხვა შორის ძალიან იყოჩაღა თბილისის მერიამ საკრებულომ ძალიან ოპერატიულად დაუდგნენ გვერდში გახსნის შაშან, როდესაც გაიხსნა თბილისობო დღეს და ძალიან ეგზოტიკური სახელი ქა იმ პატარა მოკლე ქუჩას, ავტომუზეუმის ქუჩა და ძალიან მიხარია რომ თბილისში არსებობს ჩვენისთან ამ თემით მოწამლული ადამიანების თვის ესეთი არაჩვეულებრივი დაწესებულება. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია. აქ მოიხარშეთ ჩვენ 70 წელიწადს. რა თქმა უნდა, თუმცა აქ მოდელებია წარმოდგენილი, რომელსაც ძნელად თუ უწოდებ საბჭოთა მოდელს. როგორც წესი, ეს ავტომობილები ურცხვად, ბრუტალურად იყო როგორც სტუდენტები, ხან გადაშუშული, ანუ ასე ვთქვათ, გადაკალკირებული ზუსტად და ზოგიერთ ავტომობილში პირდაპირ ჩანს კიდევაც ამერიკული ოლდსმობილის, პლიმუტის, ფორდის და ნუ აღარაფერს ლაპარაკობ თქვათ VAZ-21-ზე, რომელიც სხვა არაფერი თუ არა ლეგალურად ნაყიდი პროექტია. Fiat 124. ნუ აღარაფერს ვამბობ იმ მოტოციკლებზე, რომელსაც პირობითად შეიძლება რუსული უწოდოთ, მაგრამ ეს არის ნადავლით წამოღებული ფაშისტურ გერმანიასთან ომის შემდგომ ნადავლით წამოღებული ტექნოლოგია, ისევე როგორც არა მხოლოდ მოტოციკლების, არამედ ავტომობილიც კი ქუთაისში ხომ ნადავლით ჩამოტანილი ოპელი ავტომობილი იყო. ხარხანაა მთელი წამოღებული. და სხვა შორის ის ყველაზე კარგი ავტომობილი იყო, განსხვავებით შემდგომი მოდელებისა, რომელსაც ზღოლება ყველა მოდელს ხო თავის სახელს სახალხო სახელს უწოდება და იმ ავტომობილს შინმოუსვლელი დაარქვეს, იმიტომ რომ რომელიც გადიოდა გარაჟიდან, უკან ვეღარ ბრუნდებოდა ხოლმე, ნუ ასეთებიც გავიარეთ. ეს რიგი შეიძლება ითქვას, რომ აი ეს რიგი არის ყოფილი მოლოტოვის სახელობის ქარხნის, შემდგომში უკვე გორკის ავტომობილო ქარხნის ნაწარმოები ავტომობილები. აი მაგალითად აი ეს ავტომობილი კერძო სექტორში გაყიდვას უნდა უმადლოდეთ, როგორც ისტორია გვამცნობს იგორი ნიკულის, რომელსაც თავისი რეკვიზიტები არ ეტეოდა ხოლმე ზაფხულის, როდესაც ბრიგადები გადიოდნენ და სხვადასხვა რაიონებში ატარებდნენ კონცერტებს და წარმოდგენებს. მას რეკვიზიტი არ ეტეოდა ჩვეულებრივ ვოლგაში და მან პირადად თხოვა ბრეჟნევს. და წარმოგიდგენიათ, რომ ახლა რაღაც მანქანაზე, ხო, ამერიკაში ვიღაცა მოვიდა და ობამას თხოვოს, რომ თუ შეიძლება ეს მანქანა მომყიდეთო, ხო? ნუ ამის შემდეგ ესე ცალობით რაღაცა პრეცედენტი შეიქმნა. დაიწყო გაყიდვა ჩვენი ისტორია. ჩვენ აქედან მოვდივართ და მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ქვეყანა იყო, ეს ხელს არ უშლიდა იმას, რომ გარკვეული კარგი მოდელები შეექმნა. ბატონო, ბატონშალო, მე ვიცი, რომ საბჭოთა ინსტიტუცია საავტომობილო საკმაოდ წინწასული იყო. უბრალოდ პრაქტიკული წარმოება ვერ ეწეოდა, თორე ის რაზრაბოტები, სამეცნიერო კვლევები საკმაოდ დახვეწილი და კარგი ჰქონდათ. ის ინსტიტუტები იჯდნენ, ამუშავებდნენ, მე ეს უფრო მეტად სამხედრო წარმოებას მიქონდა თავისთან ეს გამოგონებები. ერთი მოდელი რო ავიღოთ, მაგალითად ნივა, ხო? აი ნივა რამდენი წელია გამოდის, არ ვიცი როგორ გაარტყეს, ასე ვთქვათ, მაგრამ ყველაზე აი ესე ფასის, ხარისხის და სიაფის და გამავლობის ფუნქციონალური დანიშნულების ასეთი შერწყმა იშვიათად რომ რომელიმე მანქანაზე ყოფილიყო. ცალკე აღნიშვნის ღირსია მაშინდელი ძლიერნი იმ აქვეყნისას თვის გამკუთვნილი ავტომობილები ეგრეთ წოდებული პოლიტბიუროს წევრმზიდები, ჩლენავოზები, აი ეს მანქანები, ჩაიკა, აგერ ის გახლავთ ის ექსპონატი, გახლავთ ზილი, გახლავთ საბჭოთა კავშირის უკანასკნელი იმპერატორის ჩერნენკოს ნაქორი მანქანა. აი ეს ჩაიკა GAZ-14, ხო? ძალიან საინტერესო ისტორიაა და ეს ამ მუზეუმის მეპატრონების სიამაყის
საგას წარმოადგენს, იმიტომ რომ ეს არის უწმინდესის ნაქონი მანქანა. ბატონო შალო, ცოტა ხანი ხوار გვეგზნო პოლიტბიუროს წევრებად თავი და მანქანაში ჩამჯდარიყავით და იქ გაგვეგზელებინა ჩვენს თავარ თემაზე, ტექნოლოგიაზე ლაპარაკი. მაინც და მაინც არ მიზიდავს წარმოდგენება, მაგრამ მანქანა ნამდვილად საინტერესოა და ასე რომ სიამოვნებით აუ, შვენიერი მოწყობილი. აუ, რა კარგია. აი, ამ ავტომობილის სალონი ბატონო ბაკურ ერთგვარად გამოხატავდა ადამიანებთან საბჭოთა კავშირის თავის თანამოქალაქეებთან დამოკიდებულებას. აი, წარმოიდგინეთ, რომ უკანჯდომი ადამიანის სივრცე და მძღოლი სამუშაო ადგილი. აი, აშკარად დისკრიმინაციულია, აშკარად ცუდია მისი სამუშაო ადგილი. უფრო მეტიც აქ კიდევ დამატებითი სკამებია, სადაც პირადი მცველებისთვის არის განკუთვნილი. ბატონო შალო, მე მინდა ერთი გავიხსენო, რომ ტექნოლოგიების თემის შემოსვლა საქართველოში თქვენ ედექით რაღაც სათავეებში და გარკვეულ კანონმდებლობაში იღებდით მონაწილეობას. ახლა რა მდგომარეობაშია, რომდემდეა გაჩერებული მორატორიუმი, რომდემდე ადევს? ბედის ირონიით 2003 წელს მე გახდით ინიციატორი, რომ გაუქმებულიყო უბრალოდ შეჩერებულიყო ტექდათვალიერება იმ ფორმით, როგორი ფორმითაც არსებობდა, იმიტომ რომ 2003 წლამდე არსებული ეს სისტემა, ხო, არავითარი ავტომობილის ტექნიკურად დათვალიერება არ მიმდინარეობდა. მიმდინარეობდა ფულის კუპიურის დათვალიერება. ამიტომ ეს მახინჯი ფორმა უნდა შეჩერებულიყო და სამაგიეროდ უნდა რაღაც ახალი შეეთავაზებინა სახელმწიფოს თავისი თანამოქალაქეებისათვის. ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ ავტომობილი მართლაც აი პატიოსან სიტყვაზე თუ არის მხოლოდ დამოკიდებული. არ იჭერს მუხრუჭი, გამონაბოლქვზე ლაპარაკი ზედმეტია, მაშუქი ელემენტები არ უვარგა. ჯამური ფოლხვა, საჭის მექანიზმის, რომელიც აი სიარულის დროს პირდაპირ ბორბალი იძლება. სამწუხაროდ ეს თემა როგორც მალე გაცხელდა, სამწუხაროდ ასევე მალე გაცივდა და დღესდღეობით კვლავ გადადებულია 2017 წლის ბოლომდე. პრობლემები მაინც შეგვესწავლა, აი სტატისტიკაც არა გვაქვს, პრობლემები შეუსწავლელია. თავარი პრობლემა რა არის? სხვადასხვა პრობლემაა ჩვენს ბაზარზე. გეთანხმებით, ისევე როგორც არ შეიძლება ვადაგასული, თქვათ, კარაქის საკვები პროდუქტის სარგებლობა, ისევე როგორც არ შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებით სარგებლობა, სადაც რეგულაციები მუშაობს, ასევე არ შეიძლება ავტომობილის, რომელსაც აი უბრალოდ ლითონი დაღლილია. მე ახლა არ ვამბობ, რომ ასეთი პირველივე წელს ასეთი რაღაც დრაკონული მეთოდები უნდა შემოვიდეს, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, მოქმედების გეგმა საჭირო, ხოლო მოქმედების გეგმა უნდა გამოდიოდეს იმ სტრატეგიიდან, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ჩვენი ქვეყნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია. საითკენ მივდივართ, რა მიმართულებებით, როგორი ავტოპარკი გვინდა, როგორ უნდა ახლდებოდეს. დღეს ავტოპარკი ახლდება სტიქიურად, ანუ წახალისებულია ძველი ნახმარი ავტომობილების შეძენა, ვიდრე ახალი ავტომობილების. ანუ საუბარია კანონმდებლობაზე, საუბარია მოძრაობის ორგანიზაციაზე, საცობები, ასაკი, მართვის მოწმობა, გზა უკაცრავად მძღოლის და ქვეითის ქცევა, რომელიც ეკოლოგია, გამონაბოლქვი, ნუ ეს ყველაფერი უკვე შედეგია. აი უბრალოდ აი ერთ ჩაჭრას გაიკეთებთ. აი მაგალითად 1 და 3 კომპაქტური მანქანით მოსერული ადამიანი, 4 და 7, 6 და 0, 3 ტონიანი მანქანით მოსერული ადამიანი არც ერთი არაფერს არ იხდი. ისინი ერთნაირ მდგომარეობაში არიან, რატო უნდა იყიდოს მაშინ ეკოლოგიურად სუფთა მანქანა ადამიანმა? ან თუ ამაში დიფერენცირება არ არის, თუ გარკვეულ გადასახადებს არ იხდის ის მანქანა, რომელსაც აქვს დიდი ძრავი, აქვს მძიმე ტონაჟი, რატო უნდა იყიდოს მაგალითად ელექტრომობილი, რომელზეც ჩვენ გადავალთ, აი მე ძალიან მინდა ამ ისტორიული მუზეუმის მერე გადავიდეთ იქ, სადაც არის მომავალი საავტომობილო, აი რა ჩვენ თვალწინ ხდება ის, რომ სად ვიყავით და სად მივალთ ბოლოს და ბოლოს. ახლა მინდა რომ საოცარ მანქანაში გადავიდეთ. სიამოვნებით. რომელიც არის ჩვენი მომავალი და მსოფლიოს მომავალი საავტომობილო ინდუსტრიაში. ეს ავტომობილი გახლავთ სრული ელექტრომობილი იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობა საჩუქრად გადასცა. დაიწყო ტესტირება და პრომოუტირება ამ მოდელის და ამ პროგრამაში მეც მოხდი და არ დაგიმალავთ დიდი სიამოვნებით
ვაწარმოებ მეს დიდი დაკვირვებას სიამოვნებით. დაკვირვებას ამ ავტომობილზე. და ეს ავტომობილი არის მე შეიძლება ითქვას რომ ადამიანებისთვის რომელიც ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს მიეჩვენენ ხომ რაღაცა გარკვეულ მენტალურ ცვლილებას იწვევს ავტომობილთან დამოკიდებულებაში. მთავრობამ ძალიან იყოჩაღა, როდესაც აი ამ ავტომობილების დაბეგრვა შეიტანა ცვლილება და დღეს ამ ავტომობილების დაბეგრვა ნულოვან რეჟიმში. კარგით ბატონშალა, მე მინდა დაგემშვიდობოთ და მიმართოთ ტელემაყურებლებს ფანტასტიკური შანსი გეძლევათ. მოკიდოთ ხელი თქვენ შვილებს, ცოტათი გამოხვიდეთ ქალაქგარეთ და ეწვიოთ თბილისის ავტომუზეუმს. თქვენი შვილები ძალიან კმაყოფილი დარჩებიან ამ მუზეუმის სტუმრობით. კარგ აბრძანდებოდეთ, გემშვიდობებით.